1. რა არის ინფლაცია? ინფლაციის ზოგადი განმარტება, თეორიული მნიშვნელობა და ეკონომიკური კონტექსტი. ინფლაცია ეს სიტყვა ხშირად გვესმის ახალაბებში, პოლიტიკურ დებატებში ან ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების კონტექსტში. მაგრამ რას ნიშნავს ის რეალურად? ეკონომიკური თვალსაზრისით ინფლაცია გულისხმობს ფასების ზოგად და მუდმივ ზრდას გარკვეულ პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ იმავე რაოდენობის ფულით, რაც ადრე საკმარისი იყო კონკრეტული საქონლისა და მომსახურების შესაძენად, ახლა ნაკლები შეძენაა შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული კარგავს მსხიდველობით უნარს. თუმცა ინფლაცია მხოლოდ ფასების ზრდა არ არის. როგორც ალფრედ მარშალი აღნიშნავდა, ეკონომიკური ფენომენების შესწავლა უნდა ეფუძნებოდეს კონტექსტურ გააზრებას და არა მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებას. ინფლაცია არის მრავალშრიანი პროცესი, რომელიც გამომდინარეობს სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკურ ფაქტორებიდან და მოქმედებს ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე. მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ინფლაცია და დროებითი ფასების ცვლილება. მაგალითად, თუ ერთ პროდუქტს ფასი ეზრდება, მაგრამ დანარჩენები უცვლელი რჩება, ეს ინფლაცია არ არის. ინფლაცია არის მთლიან ეკონომიკაში ფასების თანმიმდევრული და ფართო მასშტაბის ზრდა. ამ პროცესის ამოსაცნობად ეკონომისტები აკვირდებიან ფასების ზოგად ინდექსებს, როგორიცაა მომხმარებლის ფასების ინდექსი, რომელიც ასახავს იმ პროდუქტებისა და მომსახურებების ღალატას, რასაც საშუალო მომხმარებელი მოიხმარს. მაგრამ რატომ გვაღელვებს ინფლაცია? უპირველეს ყოვლისა, ის პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ფულად შემოსავალზე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად იღებს 1000 ლარის ხელფასს. თუ ინფლაცია შეადგენს 10%-ს, ეს ნიშნავს, რომ მისი ხელფასი რეალურად შეესაბამება მხოლოდ 900 ლარის მსყიდველობით ძალას წინა წლის ფასებით. თომას სოუელი ამას უხილავ გადასახადს უწოდებს, რადგან ის არ ჩანს ქვითრებზე ან სახელფასო უწყისში, მაგრამ მაინც მოქმედებს ჩვენს შესაძლებლობებზე. მეორეც, ინფლაცია ზეგავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. როცა ფული სწრაფად კარგავს ღირებულებას, ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დახარჯონ იგი, ან პროდუქტის ხიდვით, ან უძრავი ქონების, ოქროს, უცხოური ვალუტის შეძენით. ამას ქვია ფულის მიმოქცევის აჩქარება და ის ხშირად აძლიერებს ინფლაციას, ქმნის ეგრეთ წოდებულ ინფლაციურ სპირალს. ისტორიულად, ინფლაცია ბევრჯერ გამხდარა ეკონომიკური და პოლიტიკური მერყეობის მიზეზი. მიურეი როტბარდი წერს, რომ ინფლაცია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მორალური საკითხიცაა, რადგან ის, ვინც პირველად იღებს ახლა დაბეჭდელ ფულს, უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ისინი, ვისაც ეს ფული შემდგომ ერგება უკვე გაზრდილი ფასების პირობებში. ამით ის ინფლაციას განიხილავს როგორც შემოსავლების ფარული გადანაწილების მექანიზმს. ინფლაცია შესაძლოა იყოს სტრუქტურული, როცა მისი მიზეზები დგას შრომის ბაზრის წარმოების ან სხვა რეალური სექტორების დისფუნქციაში. და შესაძლოა იყოს მონეტარული, რასაც ხშირად ეკონომისტები ფულის მასის ზრდასთან აკავშირებენ. მონეტარისტული სკოლა, რომლის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია მილტონ ფრიდმანი, ამტკიცებს, რომ ინფლაცია ყოველთვის მონეტარული ფენომენია. მეტისმეტად ბევრი ფული კვალში სდევს ძალიან ცოტა საქონელს. ანუ როცა ფულის რაოდენობა ეკონომიკაში იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე საქონლის და მომსახურების წარმოება. გარდა ამისა, ინფლაცია უნდა განვიხილოთ როგორც მოლოდინების შედეგიც. ეკონომისტი ჯონ კუიგინი წერს, რომ ხშირად ინფლაციის ფაქტობრივ დონეზე მეტად მის მიმართ არსებული მოლოდინებია დამაზიანებელი. თუ ბიზნესები და მომხმარებლები ელიან ფასების ზრდას, ისინი წინასწარ იწყებენ ფასების გაზრდას ან ხელფასების მოთხოვნას, რაც ქმნის თვითდამკვიდრებად მექანიზმს, ინფლაციას, რომელიც გამოწვეულია არა მიმდინარე მოვლენებით, არამედ ეჭვებით და მოლოდინებით. მნიშვნელოვანია ინფლაციის ისტორიული და გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინება. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია ხშირად უკავშირდება ბიუჯეტური დეფიციტის დაფინანსებას ცენტრალური ბანკის მიერ, ანუ ფულის ბეჭდვას. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის კონტროლი ხდება უფრო დახვეწილი ინსტრუმენტებით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთების რეგულირება, ფისკალური პოლიტიკა და საზოგადოებასთან წინასწარი კომუნიკაცია. ასე რომ ინფლაცია არის არა მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ სოციალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ფენომენი. ის აჩვენებს საზოგადოების ნდობას ფულზე, მმართველ ინსტიტუციებზე და ეკონომიკური სისტემის მდგრადობაზე. მისი მართვა მოითხოვს ერთდროულად მიკრო და მაკრო დონეზე ანალიზს, პოლიტიკურ გამჭრიახობას და ფართო საზოგადოებრივ დიალოგს. 2. ინფლაციის მოქმედება ჩვენს ცხოვრებაზე. ინფლაციის ზეგავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური შემოსავლის ცვლილება, დანაზოგებისა და სესხების გავლენა. როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ხშირად გონია, რომ ეს არის ეკონომისტების, ბანკების ან ცენტრალური მთავრობის საზრუნავი. მაგრამ სინამდვილეში, ინფლაცია ყოველი ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ის ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვყიდულობთ, როგორ ვზოგავთ ფულს, როგორ ვიღებთ სესხებს და როგორ გეგმავთ მომავალს. დავიწყოთ ყველაზე პირდაპირი გავლენით, ფასების ზრდით. როდესაც ინფლაცია ხდება, იმავე პროდუქტზე ვიხდით მეც. მაგალითად, თუ ერთი ფული შარშან ღირდა 2 ლარი და წელს ღირს 2 ლარი და 40 თეთრი, ეს ნიშნავს, რომ ფასები 20%-ით გაიზარდა.
მაგრამ საკითხი არ არის მხოლოდ ფულში, ეს პროცესი ვრცელდება თითქმის ყველა პროდუქტზე, საწვავზე, სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, განსაცმელზე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც წარსულში საკმარისი იყო გარკვეული ცხოვრების სტანდარტისთვის, დღეს აღარ არის საკმარისი. ამ პროცესს ეკონომისტები უწოდებენ რეალური შემოსავლის შემცირებას. ანუ თუნდაც თქვენი ხელფასი ნომინალურად იგივე დარჩეს თვეში მაგალითად 1500 ლარი, მისი მყიდველობითი უნარი იკლებს. და თუ ხელფასები ინფლაციის ტემპს ვერ უსწრებს, მაშინ რეალურად ადამიანებს უწევთ უარის თქმა წარსულში ხელმისაწვდომ საქონელზე ან მომსახურებაზე. სწორედ ამიტომ ინფლაცია განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს ფიქსირებული შემოსავლის მქონე ადამიანებზე, მაგალითად, პენსიონერებზე ან ბიუჯეტურ სექტორში მომუშავეებზე, რომელთა ხელფასი იშვიათად ინდექსირდება ინფლაციის შესაბამისად. მაგრამ ინფლაციის გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტებისა და მომსახურების ფასებით. ის მოქმედებს ადამიანების ფინანსურ ქცევაზეც. როცა ინფლაცია მაღალია, ადამიანები ნაკლებად არიან მოტივირებულნი შეინახონ ფული. რატომ უნდა ზოგავდე ფულს ბანკში 5%-იანი წლიური სარგებლით, თუ ინფლაცია 10%-ია? ამ დროს შენ ფულს რეალურად აკლებ. შედეგად ადამიანები ან საერთოდ წვეტენ დაზოგვას, ან ცდილობენ თავიანთი დანაზოგები გადაიტანონ ალტერნატიულ აქტივებში, უძრავ ქონებაში, უცხოურ ვალუტაში, ოქროში, ზოგჯერ კრიპტოვალუტებშიც კი. ასევე, ინფლაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სესხებზე. ერთი მხრივ, მაღალი ინფლაციის პერიოდში სესხის არევა შესაძლოა მომდებიანი აღმოჩნდეს მსესხებლისთვის. თუ ვიღებთ სესხს და ვაბრუნებთ მას იმ დროს, როცა ფულის ღირებულება შემცირებულია, ჩვენ რეალურად ვიხდით ნაკლებს. სწორედ ეს ხდებოდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1970-იან წლებში, როდესაც მაღალი ინფლაციის პირობებში სესხის გამცემი ხშირად ზარალდებოდა. მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია ზრდის სესხის საპროცენტო განაკვეთებს, რადგან ბანკები ცდილობენ დაიზღვიონ თავი ფულის გაუპასურების წინააღმდეგ. შედეგად, სესხის არევა რთუნდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფინანსური რესურსები ისედაც შეზღუდული აქვს. გარდა ამისა, ინფლაცია იწვევს დაბნეულობას და არასტაბილურობას. როგორც ჰენრი ჰაზლიტი წერდა, ინფლაცია არ ღვევს ფულის ძირითად ფუნქციებს, კერძოდ, მისი გამოყენების შესაძლებლობას როგორც ერთეული საზომის დანაზობის და გაცვლის საშუალებად. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ ფასების ცვალებადობას. ამ დროს შეუძლებელია ხარჯების დაგეგმა, ინვესტიციის შეფასება, ხელფასის მოლაპარაკება. ეს გაურკვევლობა ასუსტებს ეკონომიკურ კავშირებს და ამცირებს ნდობას არა მარტო ფულის, არამედ მთელი სისტემის მიმართ. განსაკუთრებით მწვავედ მოქმედებს ინფლაცია დაბალ შემოსავლიან ოჯახებზე. მათთვის, რომელთაც შემოსავლის დიდი ნაწილი პირველადი მოხმარების საქონელში ეხარჯებათ, ინფლაცია პრაქტიკულად ნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. თუ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირები შეძლებენ გარკვეული ხარჯების გადადებას ან ალტერნატივების პოვნას, დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის ეს ხარჯები ხშირად აუცილებელია, მაგალითად, საკვები, კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტი. მეორე მხრივ, ინფლაციას შეიძლება ჰქონდეს მოტივაციური ასპექტიც. ბიზნესები ცდილობენ, რაც შეიძლება ადრე შეიტანონ თავიანთი პროდუქტები ბაზარზე, მომხმარებლები კი არელიან ფასების ვარდნას, ცდილობენ დროულად შეიძინონ საჭირო საქონელი. ეს ქმნის მოკლევადიანად ეკონომიკური აქტივობის სტიმულს, თუმცა თუ ინფლაცია არ კონტროლდება, ასეთი დამგეგმა იქცევა დროთა განმავლობაში სახიფათო მარხუჟად იქცევა. ასევე საინტერესოა, როგორ მოქმედებს ინფლაცია მშრომელთა და დამსაქმებელთა ურთიერთობაზე. როცა მოლოდინია, რომ ფასები გაიზრდება, მშრომელები ითხოვენ მაღალი ხელფასის პირობებს, დამსაქმებლები კი ცდილობენ ეს ხარჯი გადაიტანონ ფასებზე. შედეგად ვიღებთ ან ფასების მადებას, ან სამუშაო ადგილების შემცირებას, ან ორივეს ერთად. ამრიგად ინფლაცია არის არა მხოლოდ მაკროეკონომიკური ცნება, არამედ ყოველდღიური სოციალური რეალობა. ის გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე მაღაზიაში, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ავიღოთ თუ არა სესხი, როგორ დამზოგოთ ფული და როგორ დავგეგმოთ მომავალი. ინფლაცია როგორც ეკონომიკური მოვლენა, ზუსტად იქ იწყება, სადაც მთავრდება ჩვენი საფული, ჩვენი ყოველდღიური არჩევანი ხდება მისი საზომი. 3. ინფლაციის ძირითადი ტიპები. მოთხოვნის ხარჯისა და მონეტარული ინფლაცია. ახლა ვისაუბრებთ ინფლაციის ტიპებზე, ამ ცნების სხვადასხვა ფორმებზე, რომლებიც განსხვავებულად იჩენს თავს და განსხვავებულ მიზეზებზე მიანიშნებს. თუ გვინდა სწორად გავიგოთ ინფლაცია და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, აუცილებელია ვიცოდეთ, რისგან მოდის ინფლაციური ზეწოლა. ეკონომიკაში ინფლაციის სამი ძირითადი ტიპი განირჩევა: მოთხოვნის ინფლაცია, ხარჯის ინფლაცია და მონეტარული ინფლაცია. თითოეულს აქვს თავისი უნიკალური გამომწვევი ფაქტორები და თავისებური მოქმედების მექანიზმები. დავიწყოთ მოთხოვნის ინფლაციით. ეს არის ინფლაციის ის ფორმა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა მთლიან ეკონომიკაში მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. წარმოიდგინეთ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ადამიანებს მეტი ფული აქვთ, ხელფასები იზრდება, უშევრობა დაბალია.
ამ დროს მოსახლეობა მეც ხარჯავს. იყიდება უფრო მეტი პროდუქტი, მოთხოვნა იზრდება, მაგრამ წარმოება ვერ ეწევა ამ ტემპს. როცა მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, წარმოიშობა ფასების ზრდის ზეწო. ეს ფენომენი ყველაზე ხშირად გვხდება ეკონომიკური ზრდის ფაზაში, ან მაშინ, როცა მთავრობა ან ცენტრალური ბანკი იწყებს ეკონომიკის სტიმულირებას, მაგალითად, საგადასახადო შეღავათების შემოღებით ან საპროცენტო განაკვეთების შემცირებით. ეკონომისტები ამას ხსნიან გამრავლების ეფექტით, ერთი დამატებითი ერთეული დანახარჯი ქმნის მრავალჯერად მოთხოვნას და წნეხს ფასებზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის ინფლაცია არ არის ყოველთვის ნეგატიური. ის ხშირად ასახავს ეკონომიკურ ზრდას და საქმიანობის აჩქარებას. თუმცა როცა ეკონომიკა ზედმეტად გათბება, ცენტრალური ბანკები იძულებულნი ხდებიან, შემოიღოს შემაკავებელი პოლიტიკა, რათა თავიდან აიცილონ ფასების არაკონტროლირებადი ზრდა. მოდით გადავიდეთ მეორე ტიპზე, ხარჯის ინფლაცია. ეს ფორმა წარმოიქმნება მაშინ, როცა წარმოების ხარჯები იზრდება, რაც საბოლოოდ აისახება საბოლოო პროდუქტის ფასზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. რადგან ნავთობი გამოიყენება ტრანსპორტირებაში, წარმოებაში და ენერგეტიკაში, მისი გაძვირება ავტომატურად ზრდის თითქმის ყველა პროდუქტის ფასს. ასევე თუ შრომის ღირებულება იზრდება, მაგალითად, მინიმალური ხელფასის მკვეთრი ზრდისას ან პროფკავშირების ძლიერი ზეწოლისას, ბიზნესებს უწევთ ხელფასების გადახედვა, რაც მათ აიძულებს გაზარდონ პროდუქტის ფასიც, რათა შეინარჩუნონ მოგება. საბოლოოდ ეს ზრდის მომხმარებლისთვის პროდუქტის ღირებულებას. ამ ტიპის ინფლაცია შეიძლება უკავშირდებოდეს ასევე რეგულაციების გამკაცრებას, ახალი გადასახადების შემოღებას, ან ბუნებრივ კატასტროფებს, რომლებიც ამცირებენ მიწოდებას და ზრდიან ხარჯებს. მისი ყველაზე ცნობილი მაგალითია 1960-იანი წლების სტაგფლაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ნავთობის შოკებმა გამოიწვია ხარჯის ინფლაცია, თანაც იმ დროს, როცა ეკონომიკა დაღმავალი იყო. ეს შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გვაჩვენებს, რომ ინფლაცია არ ნიშნავს აუცილებლად ზრდას, ხარჯის ინფლაცია შეუძლია გაჩნდეს ეკონომიკის შენელების პირობებშიც. ახლა გადავიდეთ ყველაზე ფუნდამენტურ და ზოგჯერ უულებელყოფილ ტიპზე, მონეტარულ ინფლაციაზე. ეს ტიპი პირდაპირ უკავშირდება ფულის მასის ზრდას ეკონომიკაში. ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, მონეტარისტული სკოლის სამყვანი ფიგურა აცხადებდა, ინფლაცია ყოველთვის და ყველგან მონეტარული ფენომენია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ როდესაც ცენტრალური ბანკი ზრდის ფულის მიწოდებას გაცილებით სწრაფად ვიდრე იზრდება საქონლისა და მომსახურების წარმოება, მაშინ თითოეული ფულადი ერთეული კარგავს თავის ღირებულებას. ფული გიაფდება, ფასები ყიმატებს. მონეტარული ინფლაცია ხშირად ხდება მთავრობის პოლიტიკის შედეგი, მაგალითად, როცა ის ცდილობს ბიუჯეტის დაფინანსებას ფულის ბეჭდვით. ამ დროს ინფლაცია არ არის ბაზრის ნეხისა ხარჯების ზრდის შედეგი, ის მოდის ფულის სისტემის შიგნიდან. მონეტარული ინფლაციის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია გერმანია 1920-იან წლებში, როდესაც რესპუბლიკამ მასობრივად დაბეჭდა ფული ომის შემდეგი ვალების დასაფარად. შედეგი იყო ჰიპერინფლაცია, ფულის სრული გაუფასურება და ეკონომიკური კოლაფსი. მსგავსი სცენარები განმეორდა ზიმბაბვეში, ვენესუელაში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია მონეტარული ინფლაციის შემთხვევაში, ეს არის მისი მენეჯმენტი. თუ ფულის მიწოდება რეგულირდება მკაცრი წესებით, მაგალითად, ინფლაციის მიზნობრივი პოლიტიკით, მაშინ ინფლაციის შენარჩუნება დაბალ და სტაბილურ დონეზე შესაძლებელია. თუმცა როგორც ისტორია გვაჩვენებს, პოლიტიკური ზეწოლა და ეკონომიკური შოკები ხშირად არ ღვევს ამ სტაბილურობას. ამრიგად, ამ სამი ძირითადი ტიპის ცოდნა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, რა ხდება, როცა ფასები იზრდება, არის ეს მოთხოვნის ბუმი, საწარმოო ხარჯების პრობლემა, თუ ფულის სისტემის დისბალანსი. თითოეულ შემთხვევაში საჭიროა განსხვავებული პოლიტიკა და განსხვავებული ანალიზი. და სწორედ ეს არის ეკონომისტის, მოქალაქისა და პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორად ამოიცნოს, რა სახის ინფლაციას აქვს ადგილი და რა ნაბიჯებია მის დასარეგულირებლად საჭირო. 4. როგორ იზომება ინფლაცია? მომხმარებლის ფასების ინდექსი, წარმოებელთა ფასების ინდექსი და ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსები, გაზომვის მეთოდოლოგია. ახლა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ იზომება ინფლაცია. რადგან ინფლაცია არის ფენომენი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, მისი ზუსტად გაზომვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტემპერატურის გაზომვა ექიმისთვის ან სიჩქარის მზომი მანქანისთვის. ინფლაციის გაზომვა რთული პროცესია, რადგან საქმე გვაქვს არაერთი პროდუქტის ფასის ცვლილებასთან, არამედ მთლიანი ეკონომიკის მასშტაბით საქონლისა და მომსახურების ფასების ზოგად დინამიკასთან. ამიტომ ეკონომისტებმა შეიმუშავეს სპეციალური ინდექსები, რომლებიც აჯამებენ ამ ფასების ცვლილებებს გარკვეული მეთოდოლოგიით. მოდით დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული და ზოგისთვის ყველაზე ნაცნობი ინდექსით, მომხმარებლის ფასების ინდექსით. მომხმარებლის ფასების ინდექსი ასახავს იმ ფასების საშუალო ცვლილებას, რომელსაც ოჯახები ხარჯავენ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური მომსახურება და ასე შემდეგ.
ეს მაჩვენებელი ეფუძნება ტიპური სამომხმარებლო კალათის კონცეფციას, იმ პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობას, რომელსაც საშუალო მომხმარებელი მოიხმარს. მაგალითად, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური პერიოდულად აფიქსირებს ფასებს სხვადასხვა ქალაქებში, ათასობით პროდუქტზე და შემდეგ ითვლის, რამდენად შეიცვალა ფასების ეს ზონა მთლიანობაში წინა პერიოდთან შედარებით. თუ მომხმარებლის ფასების ინდექსი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებისა და მომსახურების საშუალო ფასი გაიზარდა, ანუ გვაქვს ინფლაცია. მაგრამ მომხმარებლის ფასების ინდექსს აქვს თავისი სირთულეებიც. პირველ რიგში, არ არსებობს ერთადერთი ტიპური მომხმარებელი, სხვადასხვა ასაკობრივი, სოციალური და რეგიონული ჯგუფების სამომხმარებლო კალათები განსხვავებულია. ასევე როცა მომხმარებლები ფულობენ იაფ ალტერნატივებს, მათი რეალური ხარჯები შესაძლოა ნაკლები იყოს, მაგრამ მომხმარებლის ფასების ინდექსი ამას ყოველთვის არ ასახავს. მიუხედავად ამისა, ეს ინდექსი რჩება ინფლაციის გაზომვის მთავარ ინსტრუმენტად, განსაკუთრებით საჯარო პოლიტიკის დაგეგმვაში, მაგალითად, პენსიების ინდექსაციისას ან მინიმალური ხელფასების კორექტირებისას. გავაგრძელოთ მეორე ინდექსით, წარმოებელთა ფასების ინდექსით. წარმოებელთა ფასების ინდექსი ზომავს იმ ფასების ცვლილებას, რომელსაც მწარმოებლები იღებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვისას. ანუ ეს არის ფასების საბითუმო დონეზე, მანამდე, სანამ პროდუქტი მიაღწევს საბოლოო მომხმარებელს. თუ მომხმარებლის ფასების ინდექსი ასახავს სამომხმარებლო დონის ინფლაციას, მწარმოებელთა ფასების ინდექსი ასახავს ინფლაციის პროცესის უფრო ადრეულ ეტაპს, როგორც წესი. ინფლაციური სმეხი ჯერ ჩნდება წარმოებაში და შემდეგ გადადის მომხმარებლამდე. წარმოებელთა ფასების ინდექსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რადგან ისინი თავიანთი ფასების პოლიტიკას სწორედ ამ ინდიკატორის საფუძველზე გეგმავენ. მაგალითად, თუ წარმოების მასალები ძვირდება, კომპანიები ცდილობენ ეს ხარჯი გადმოიტანონ მომხმარებელზე, ანუ ეს არის ხარჯის ინფლაციის კლასიკური მექანიზმი. ასევე წარმოებელთა ფასების ინდექსი ხშირად გამოიყენება ინფლაციის პროგნოზირებისათვის. როდესაც მწარმოებელთა ფასების ინდექსი იზრდება, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მომავალში მომხმარებლის ფასების ინდექსიც გაიზრდება, რადგან უფრო მაღალი მწარმოებლური ფასები, ადრე თუ გვიან, აისახება საბოლოო ფასებშიც. მესამე ინდექსია ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი. ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი შედარებით ახალია და მას აქტიურად იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა. ეს ინდექსი ცდილობს მომხმარებლის ფასების ინდექსზე უფრო სრულად ასახოს მომხმარებლის ქცევა. ის არ არის დაფუძნებული ერთ კონკრეტულ კალათაზე, არამედ ითვალისწინებს მომხმარებლის რეალურ არჩევანს სხვადასხვა დროს. ანუ თუ ერთ წელს მომხმარებელი ყიდულობს ზვირიან საქონელს, მაგრამ შემდეგ წელს იაფ ალტერნატივაზე გადადის, ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი ამას ასახავს, მაშინ როცა მომხმარებლის ფასების ინდექსი ნაკლებად. ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი ასევე შეიცავს უფრო ფართო სპექტრს. მათ შორის იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებიც მომხმარებლებმა მიიღეს მესამე მხარის მეშვეობით. მაგალითად, სამედიცინო ხარჯები, რომლებიც გადახდილია სადაზღვევო კომპანიის მიერ. ეს ინდექსი ითვლება ეკონომიკურად უფრო სენსიტიურად და მოქნილად, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკისგან სასაზღვრად. შემაჯამებლად რომ ვთქვათ, მომხმარებლის ფასების ინდექსი ყველაზე ფართოდ ცნობილი და საზოგადოებისთვის ადვილად გასაგები, თუმცა ფიქსირებულ კალათაზე დამოკიდებული. წარმოებელთა ფასების ინდექსი ასახავს ფასებს მწარმოებლის დონეზე, კარგი პროგნოზული ინდიკატორია. ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი ითვალისწინებს მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს, ცენტრალური ბანკებისთვის უპირატესია. დასასრულს უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს იდეალური ინდექსი. თითოეული მათგანი წარმოადგენს ინფლაციის სხვადასხვა განზომილებას. ეფექტური ანალიზისთვის ეკონომისტები იყენებენ მათ ერთობლიობას, რათა მიიღოთ სრულყოფილი სურათი. ინფლაციის გაზომა მხოლოდ სტატისტიკის საქმე არ არის, ეს არის ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში მოხვედრილი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, ბიზნეს სტრატეგიებსა და პირად გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მის სწორად გააზრებას და შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 5. ინფლაციის შედეგები. ინფლაციის გავლენა ინვესტიციებზე, დანაზოგებზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. მიმდინარე თემა შეეხება ინფლაციის შედეგებს, რას იწვევს ინფლაცია ეკონომიკურ ცხოვრებაში. როგორ მოქმედებს ის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინვესტიციები, დანაზოგები და მთლიანად ეკონომიკური სტაბილურობა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ინფლაციის არის ის, რომ ის ამცირებს ფულის ღირებულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ერთი და იგივე რაოდენობის ფულით ვკიდულობთ ნაკლებს. შედეგად, თუ ინფლაცია მაღალია და არ კონტროლდება, ადამიანები იწყებენ თავიანთი ეკონომიკური ქცევის შეცვლას. და სწორედ ეს ქცევა ქმნის უფრო სიღრმისეულ პრობლემებს. დავიწყოთ ინვესტიციებზე გავლენით. ინვესტიცია თავისი ბუნებით გულისხმობს მომავლის იმედით დღეს რაღაც რესურსის დახარჯვას. როცა ინფლაცია მაღალი და არაპროგნოზირებადია, მომავალი ხდება ბუნდოვანი.
ბიზნესებს უჭირთ განსაზღვრონ როგორ ფასებს და მოგებას ელოდნენ 1-5 წლის შემდეგ. ისინი ნაკლებად მზად არიან დაიწყო ხანგრძლივი პროექტები ან შეიძინონ ახალი აღჭურვილობა, შექმნან სამუშაო ადგილები. შედეგად, ეკონომიკური აქტივობა ნელდება. ინფლაცია ასევე ართულებს ბიზნეს დაგეგმვას. წარმოიდგინეთ საწარმო, რომელიც ყიდულობს ნედრეულს ერთ ფასად და პროდუქტის რეალიზაციას ახდენს რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. თუ ამ პერიოდში ფასები მკვეთრად იცვლება, ბიზნესს გაუჭირდება მოგების მარჟის განსაზღვრა. ეს ზრდის რისკს და ამცირებს ეკონომიკურ ენთუზიაზმს. ამიტომ ეკონომისტები ხშირად ამბობენ, ინფლაცია არა მხოლოდ ფულს აკარგვინებს ღირებულებას, არამედ ბიზნესს აკარგვინებს მოტივაციას. ახლა გადავიდეთ დანაზოგებზე. ინფლაცია პირდაპირ ურტყამს დანაზოგებს, როცა ფული ინახება ბანკში ან მუთაქაში, მისი რეალური ღირებულება მცირდება. წარმოვიდგინოთ, ვიღაც ინახავს 1000 ლარს 1 წლის ვადით და ინფლაცია არის 10%. 1 წლის შემდეგ მას კვლავ ექნება 1000 ლარი, მაგრამ მას აღარ შეეძლება იმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების ყიდვა, რაც 1 წლის წინ. ამიტომაც ადამიანები ხშირად ცდილობენ გადაყვანას ფასიან ქაღალდებში უძრავ ქონებაში ამ უცხოურ ვალუტაში. მაგრამ ამ აქტივებზე ცდომა ყველას არ აქვს, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე პირებს. შედეგად, ინფლაცია ზრდის უთანასწორობას, მდიდრები იცავენ თავიანთ აქტივებს, ხოლო ღარიბები ზარალდებიან. ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით ინფლაცია ქმნის ეგრეთ წოდებულ ფარული გადასახადის ეფექტს. ფრენდი ჰაზლიტი ამას კარგად აღწერს თავის წიგნში, როცა მთავრობა ბეჭდავს ფულს ბიუჯეტის დასაპარად და ეს იწვევს ინფლაციას. ადამიანები რეალურად იხდიან დაბატებით, მაგრამ არანაირი ოფიციალური გადასახადი არ გაწერილა. გარდა ამისა, ინფლაცია იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას. კრედიტორები ცდილობენ დაიცვან თავიანთი სესხები ფულის გაუფასურებისგან. ამიტომ ბანკები აძვირებენ სესხებს, რაც აძნელებს ახალი ბიზნესის დაწყებას ან ბინების შეძენას. შედეგად იკლებს ინვესტიცია, სამომხმარებლო მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური სტაბილურობა. ინფლაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მაღალი და არაპროგნოზირებადია, ანგრევს სტაბილურობას. ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სიგნალების მიცემა, მაგალითად, ფასები ასახავს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს. მაგრამ, როცა ფასები მუდმივად იზრდება, ამ სიგნალების საკითხვა რთულდება. აღარ ვიცით, იმათა პროდუქტის ღირებულებამ რეალურად თუ უბრალოდ ინფლაციის გამო გაწვირდა. ეს ართულებს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკის დაგეგმვასაც. მთავრობებს უჭირთ სანდო ბიუჯეტების შედგენა, ხოლო მოქალაქეებს სამომავლო გეგმების შექმნა. მაგალითად, რამდენი უნდა დაზოგონ განათლებისთვის, პენსიაზე გასასვლელად ან სამედიცინო ხარჯებისთვის. გარდა ამისა, ინფლაცია ხშირად ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას. მაღალი ფასები აღიზიანებს საზოგადოებას, განსაკუთრებით როცა ხელფასები ინფლაციას ვერ ეწევა. პოლიტიკური ლიდერები იძულებულნი ხდებიან მიიღონ პოპულისტური, მაგრამ ეკონომიკურად არასწორი გადაწყვეტილებები, მაგალითად, დანამატების გაცემა ან ფასების ხელოვნური გაღიმვა, რაც მომავალში უფრო დიდ პრობლემებს იწვევს. ამავდროულად, ინფლაციას შეუძლია გაამძაფროს სოციალური უთანასწორობა. როგორც თომას სოუელი აღნიშნავს, ინფლაცია შეიძლება იყოს სოციალური გამყოფი ხაზი. ის, ვინც ფულს აძლევს მთავრობას კრედიტით, ან ფლობს ფულად აქტივებს, ზარალდება, ხოლო ისინი, ვინც იღებენ ამ ფულს პირველ ეტაპზე, ანუ მთავრობა, მისი კონტრაქტორები ან ფულიანი ინვესტორები, უფრო დაცულნი არიან. დასასრულს გავიხსენოთ ძირითადი შედეგები. ინფლაცია ამცირებს ფულის მყიდველობით უნარს, აკარგვინებს დანაზოგებს ღირებულებას, აძვირებს სესხს, ართულებს ინვესტირებას და ასუსტებს ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ინფლაცია არის ძალა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებებს ცვლის ყოველდღიურ დონეზე, ოჯახიდან დაწყებული პოლიტიკამდე. 6. ინფლაცია როგორც ფარული გადასახადი. მთავრობის მიერ ფულის მასის ზრდის გავლენა და ფულის რეალური ღირებულების ვარდნა. როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ხშირად ვხედავთ მას როგორც ეკონომიკურ პრობლემას, ფასების ზრდას, ფულის მყიდველობითი უნარის შემცირებას. მაგრამ ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ინფლაცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მაკროეკონომიკური მონაცემი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ხედვაა ის, რომ ინფლაცია ხშირად მუშაობს როგორც ფარული გადასახადი, რომელსაც არავინ ადგენს პარლამენტში, არავინ ითხოვს თქვენს თანხმობას, მაგრამ საბოლოოდ სწორედ თქვენი ხდით მას. მოდით ავხსნათ ას ნიშნავს ეს. საერთოდ, როდესაც მთავრობას აქვს ბიუჯეტის დეფიციტი, ან უხარჯავს მეტს, ვიდრე იღებს გადასახადებით, მას სამი ძირითადი არჩევანი აქვს. პირველი, გაზარდოს გადასახადები, რაც არაპოპულარულია. მეორე, აიღოს სესხი, რაც შემდგომში გადასახადების მომატებას მოითხოვს. და მესამე, დაბეჭდოს მეტი ფული. ეს უკანასკნელი, ერთი შეხედვით მარტივი გამოსავალია. ფულის ბეჭდვა ტექნიკურად იოლია და არ საჭიროებს პარლამენტის თანხმობას. თუმცა ეკონომიკურად ის მავნებელია.
როდესაც მთავრობა ზადის ფულის მასას ეკონომიკაში, მაგრამ რეალური საქონლისა და მომსახურების რაოდენობა არ იზრდება იმავე ტემპით, შედეგად ვიღებთ ინფლაციას, ანუ ფასების ზრდას. ამ პროცესში არავინ გვატყობინებს, რომ გადასახადები გაიზარდა. მაგრამ თქვენი ფული კარგავს ღირებულებას. ეს ნიშნავს, რომ იმავე თანხით ნაკლებს ყიდულობთ. თქვენ არ გაგზრდიათ გადასახადი ნომინალურად, მაგრამ ფულის რეალური ღირებულება შემცირდა. ეს ზუსტად იგივეა, რაც გადასახადის გადახდა, უბრალოდ უხმოდ და უხილავად. სწორედ ამიტომ ეკონომისტები ამას უწოდებენ ფაულ გადასახადს. ჰენრი ხაზლეტი თავის წიგნში ეკონომიკა ერთგაკვეთილად აღწერს ამ პროცესს ძალიან ნათლად. მთავრობა ახორციელებს ხარჯვას ფულით, რომელსაც თავად ქმნის. მაგრამ ამ პროცესში ფასები იზრდება, დანაზობები უფასურდება და საბოლოოდ ზარალდება საზოგადოების უმრავლესობა. და ვინ იგებს ამ ფარულ გადასახადში? ინფლაციის ფარული გადასახადი განსაკუთრებით უსამართლოა, იმიტომ რომ ის არ ვრცელდება თანაბრად. მოდით განვიხილოთ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ეგრეთ წოდებული კანტილიონის ეფექტი. ანუ როდესაც ახალი ფული შემოდის ეკონომიკაში, ის არ ნაწილდება ყველა მოქალაქეზე ერთდროულად თანაბრად. პირველ რიგში მას იღებენ ისინი, ვინც ყველაზე ახლოს არის ფულის გამოშვების წყაროსთან, მაგალითად, მთავრობა, სახელმწიფო, კონტრაქტორები, ბანკები. ეს ადამიანები ჯერ კიდევ ძველი ფასებით აკეთებენ შესყიდვებს, მათ აქვთ ფულის ღირებულება მაქსიმალურად შენარჩუნებული. ხოლო როდესაც ეს ფული მიდის მოსახლეობის დანარჩენ ნაწილამდე, ფასები უკვე გაიზარდა, ანუ ისინი იღებენ გაუფასურებულ ფულს და იხდიან ზვირს. ასე რომ ინფლაციის ფარული გადასახადი რეალურად ახდენს შემოსავლის გადანაწილებას, ხეირობს ფულის მიმწოდებელი და ზარალდება საბოლოო მომხმარებელი. ისტორიაში არაერთხელ გვინახავს, როგორ გამოიყენებოდა ინფლაცია როგორც გადასახადის ფორმა, განსაკუთრებით ომის თავს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის პერიოდში კონფედერაციის მთავრობა მასიურად დაბეჭდა ფულის სამხედრო ხარჯების დასაფარად, რამაც გამოიწვია მაღალი ინფლაცია. მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილა ფორმალური გადასახადები, ხალხი მაინც იხდიდა ომის ხარჯებს, ფულის ღირებულების დაკარგვის გზით. ასევე, თანამედროვე მაგალითები გვაქვს ზიმბაბვეში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ფულის მასიური დაბეჭდვა გამოყენებული იყო პოლიტიკური ხარჯების დასაფინანსებლად. ფულის სწრაფად უფასურდებოდა და შედეგად, მოქალაქეები ყოველდღიურად ღარიბდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ეტყოდა მათ, თქვენ ახლა უფრო მეტ გადასახადს იხდით. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ფარული გადასახადი არის არა მხოლოდ ეკონომიკურად საზიანო, არამედ პოლიტიკურად არასამართლიანი. კლასიკური გადასახადები, როგორიცაა შემოსავლის რამგონების გადასახადი, საჯაროა და მასზე მოქმედებს დემოკრატიული კონტროლი. ინფლაციური გადასახადი კი არ ექვემდებარება საჯარო დებატებს, ის ხდება ცენტრალური ბანკისგან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხშირად მოქალაქეებისგან მალულად. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, მცირე სტაბილური ინფლაცია ყოველთვის არ არის მავნე. ცენტრალური ბანკები ხშირად ცდილობენ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, მაგალითად 2%-ზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ აქტივობას. მაგრამ ეს რადიკალურად განსხვავდება იმ შემთხვევისგან, როცა ინფლაცია გამოიყენება ბიუჯეტის დაფინანსების ან პოლიტიკური პრობლემების დასაფარად. ამიტომაც, ეკონომისტები თვლიან, რომ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ღირებულება. როდესაც ფულის გამოშვება დამოკიდებულია მხოლოდ პოლიტიკურ საჭიროებაზე, ინფლაცია გარდაუვალია და ფარული გადასახადიც დაუცველ მოქალაქეებს აწვება. დასასრულისთვის, ინფლაცია როგორც ფარული გადასახადი გვასწავლის ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, ფულის ღირებულება არ არის სტატიკური, ის პოლიტიკის შედეგია. და თუ მოქალაქეები არ ინტერესდებიან, როგორ იმართება ფულის მიწოდება, მაშინ ისინი საკუთარი ჯიბით გადაიხდიან ფასს, ყოველ ჯერზე, როცა მიდიან მაღაზიაში, იყიდიან კურსს, ან გერმავენ მომავალს. 7. ისტორიული მაგალითები. გერმანიის ჰიპერინფლაცია 1920-იანი წლები, ზიმბაბვე, ამერიკის შეერთებული შტატების სტაგფლაცია 1970-იანები. ინფლაცია შეიძლება მოგვეჩვენოს როგორც აბსტრაქტული და სტატისტიკური ცნება, უბრალო პროცენტებად ეკონომიკურ ბიულეტენებში. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ ინფლაცია რეალურ სიღრმისეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, ოჯახებზე, ეკონომიკაზე და თვით საზოგადოებრივ სტრუქტურაზეც. ახლა განვიხილავთ 3 ქვეყნის შემთხვევას, სადაც ინფლაცია იქცა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ კატაკლიზმად. პირველი მაგალითია გერმანიის ჰიპერინფლაცია 1920-იან წლებში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვაიმარის რესპუბლიკა, გერმანიის იმდროინდელი სახელმწიფო, აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ომის ვალები, რეპარაციები, ტერიტორიების დაკარგვა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნიდა რთულ მდგომარეობას. ამ ფონზე მთავრობამ დაიწყო ფულის მასობრივი ბეჭდვა ხარჯების დასაფინანსებლად. ფულის მასის ზრდა მოხდა იმდენად სწრაფად, რომ ინფლაცია გადაიზარდა ჰიპერინფლაციაში. ეს არის პროცესი, როცა ფასები იზრდება დღიურად ან საათობრივად. 1923 წელს 1 ამერიკული დოლარი დაახლოებით 4.2 ტრილიონი გერმანული მარკის ეკვივალენტი იყო.
ადამიანები იღებდნენ ხელფასს ორჯერ ან სამჯერ დღეში, რათა შესძლებოდათ ფულის დახარჯვა, სანამ ის კიდევ უფრო გაუფასურდებოდა. სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილ ტრაგედიად იქცა ის ფაქტი, რომ ფული უფრო იაფი გახდა, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც იბეჭდებოდა. ადამიანებს მარკებით სავსე ტომრები მიჰქონდათ ფურის საფიგლა. საზოგადოებრივი წესრიგი იშლებოდა, ხალხში გაჩნდა უკმაყოფილება, გაჭირვება და უნდობლობა მმართველი ინსტიტუტების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ინფლაცია გაკონტროლდა და სტაბილურობა აღდგა, ამ პერიოდმა მოახდინა მძლავრი ფსიქოლოგიური და სოციალური გავლენა გერმანელებზე, რამაც ზოგი ისტორიკოსის აზრით საფუძველი დაუდო ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის პოპულარობას. ინფლაცია იყო არა მხოლოდ ეკონომიკური ფენომენი, არამედ პოლიტიკური ტრაგედიის მიზეზიც. მეორე მაგალითია ზიმბაბვე 2000-იან წლებში. ზიმბაბვეს ჰიპერინფლაცია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მმართველმა ელიტამ და ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვიოს ეროვნული ვალუტის სრული კოლაფსი. 2000-იან წლებში პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ წამოიწყო მიწის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც კერძო საკუთრებაში მყოფ ფერმებს კონფისკაცია გაუკეთეს და გადაანაწილეს პოლიტიკურად ლოიალურად განწყობილ მომხრეებზე. შედეგად, მოიშალა სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც იყო ქვეყნის ძირითადი ექსპორტის წყარო. ეკონომიკა მოიშალა და მთავრობამ დაიწყო ფულის მასობრივი ბეჭდვა ხარჯების დასაფინანსებლად. 2008 წელს ინფლაციამ მიაღწია 99.7 კვინტილიონ პროცენტს წელიწადში, ეს არის რიცხვი, რომელსაც 20 ნული აქვს. ფული იბეჭდებოდა მილიონობით, მილიარდობით, ტრილიონობით ნომინალით, მაგრამ რეალური ღირებულება საათობით იქლებდა. ამ დროს ზიმბაბვეს დოლარი გახდა არაადეკვატური. მოქალაქეები ფულის ნაცვლად საქონლის გაცვლით ვაჭრობდნენ, უცხოურ ვალუტებს იყენებდნენ, საბანკო ბარათებზე რიცხავდნენ. ბანკები დაცარიელდა, ბიზნესები დაიხურა და საქმება ჩამოიშალა. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაკარგა დანაზოგები და მინიმალური სტაბილურობაც კი. ზიმბაბვეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ინფლაცია მხოლოდ ეკონომიკური შეცდომა არ არის, ის მორალურიცაა, რადგან ის გვიკარგავს ფულის, ეკონომიკისა და სახელმწიფოს ნდობას. მთავრობამ შეძლო ბიუჯეტის დაფინანსება, მაგრამ ეს მოახდინა საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე, რომელთაც მოუხდათ უხმოდ და უნებურად გადასახადის გადახდა. და ბოლოს მოდით გადავიდეთ უფრო რთულ, მაგრამ განსხვავებულ შემთხვევაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სტაგფლაციაზე 1970-იან წლებში. სტაგფლაცია არის იშვიათი და რთულად სამართავი ეკონომიკური ფენომენი, როდესაც ეკონომიკის ზრდა უმუშევრობა მაღალია, მაგრამ ინფლაცია მაინც მატულობს. 1970-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთავარი მიზეზი იყო ენერგეტიკული კრიზისი, არაბულმა ქვეყნებმა შეუწყვეტეს ნავთობის მიწოდება დასავლეთს და შედეგად ფასები მკვეთრად გაიზარდა. ეს იყო შოკი მიწოდებაზე, რომელმაც გამოიწვია ხარჯის ინფლაცია. ნავთობის გაძვირება აისახა ყველაფერზე, ტრანსპორტიდან დაწყებული, პლასტმასის პროდუქტებით დამთავრებული. ამავდროულად, ეკონომიკა სუსტდებოდა, უმუშევრობა იზრდებოდა, წარმოება შემცირდა. ამ სიტუაციამ დააბნია მაშინდელი ეკონომისტები, რადგან კლასიკური თეორიის მიხედვით ინფლაცია და უმუშევრობა არ უნდა იზრდებოდეს ერთად. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი თავდაპირველად ვერ ახერხებდა სწორი რეაგირების გატარებას, ხოლო ინფლაცია განაგრძობდა ზრდას. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ 1980-იან წლებში, როდესაც ფედის ხელმძღვანელმა პოლ ვოლკერმა მკაცრად ასწია საპროცენტო განაკვეთები, შეამცირა ფულის მიწოდება და შეაჩერა ინფლაცია. თუმცა ამ ნაბიჯებს ახლდა უმუშევრობის ზადა და ეკონომიკური ტკივილი, რაც გვაჩვენებს, რომ ინფლაციის მართვა არასოდეს არის უმტკივნეულო. სტაგფლაცია გვასწავლის, რომ ინფლაციის მიზეზები ყოველთვის ერთგვაროვანი არ არის და ხშირად გარე ფაქტორებიც თამაშობენ როლს. ამასთანავე გვეუბნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით მონეტარული, უნდა იყოს მოქნილი და ადეკვატური სიტუაციისთვის. როგორ აკონტროლებენ ინფლაციას? მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, მოლოდინების მართვის სტრატეგიები. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ რა არის ინფლაცია, როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება მისმა უკონტროლო ზრდამ გამოიწვიოს მძიმე ეკონომიკური შედეგები. მაგრამ საინტერესოა, როგორ ცდილობენ მთავრობები და ცენტრალური ბანკები ინფლაციის შეკავებას. როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, როდესაც ინფლაცია მაღალია ან ძალიან მერყეობს. ინფლაციის კონტროლი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ეკონომიკური პოლიტიკისთვის. ძირითადად იყენებენ სამ ძირითად მექანიზმს: მონეტარულ პოლიტიკას, ფისკალურ პოლიტიკას და მოლოდინების მართვას. მოდით თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ. პირველი, მონეტარული პოლიტიკა, ცენტრალური ბანკების მთავარი იარაღი. მონეტარული პოლიტიკა, ეს არის ცენტრალური ბანკის მიერ ფულის მიწოდებისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების სისტემა. როცა ინფლაცია იზრდება და გადადის მიზნობრივ ზღვარს, დასავლეთის ქვეყნებში ეს ჩვეულებრივ 2%-ია, ცენტრალური ბანკი რეაგირებს საპროცენტო განაკვეთების ზრდით. მაგალითად, თუ ინფლაცია იზრდება და ფული იაბდება, ცენტრალური ბანკი ზრდის თავისი ბაზის საპროცენტო განაკვეთს.
ეს ზრდის სესხის ფასს კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს მომხმარებლებისთვის. რაც უფრო ძვირია სესხი, მით ნაკლებია მოთხოვნა და რაც ნაკლებია მოთხოვნა, მით ნაკლებია წნეხი ფასებზე. ამ გზით მოთხოვნის შემცირებით და ფულის მიმოქცევის შენელებით ინფლაცია მცირდება. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკები იყენებენ ოპერაციებს ღია ბაზარზე, მაგალითად, ქიდულობენ ან ყიდიან სახელმწიფო ობლიგაციებს ფულის მასის ზრდის ან შემცირების მიზნით. ფულის რაოდენობის შემცირება ნიშნავს ნაკლებ ფულს მიმოქცევაში, რაც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ 1980-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, როდესაც ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ პოლ ვოლკერმა მკვეთრად აამაღლა საპროცენტო განაკვეთები, რათა შეეჩერებინა გრძელვადიანი ინფლაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯმა გამოიწვია დროებითი უშევრობა და რეცესია, საბოლოოდ მან დააბრუნა ნდობა ფულის ღირებულებისადმი და განამტკიცა ეკონომიკური სტაბილურობა. მეორე, ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ბიუჯეტი და გადასახადები. ფისკალური პოლიტიკა მოიცავს მთავრობის მიერ ბიუჯეტის მართვას, ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსებას. როცა ინფლაცია მაღალია, მთავრობამ შეიძლება შეამციროს ხარჯები ან გაზარდოს გადასახადები, რათა შეამციროს ეკონომიკაში ფულის ნაკადი. გაითვალისწინეთ, როცა მთავრობა ზრდის ბიუჯეტურ ხარჯებს, მაგალითად, სოციალური დახმარებების ან ინფრასტრუქტურული პროექტების გზით, ეს ზადის მთელ მოთხოვნას. თუ ეს მოთხოვნა არ ემთხვევა წარმოების მოცულობას, ფასები იზრდება. ამიტომ ინფლაციის შემცირების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ამ ხარჯების დროებითი შეკვეცა ან მიზნობრივი გადასახადების ზრდა. ფისკალური პოლიტიკა რთულია იმ თვალსაზრისით, რომ მას ახასიათებს პოლიტიკური წინააღმდეგობა. გადასახადების გაზრდა ან სოციალური პროგრამების შემცირება არასოდეს არის პოპულარული. თუმცა, როდესაც ინფლაცია გადადის კრიტიკულ ზღვარს, პოლიტიკოსებს ხშირად უწევთ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. მესამე, მოლოდინების მართვა, ფულის ფსიქოლოგიის მართვა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაკლებად აშკარა სტრატეგიაა მოლოდინების მართვა. ინფლაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიური ფენომენიც. თუ საზოგადოება ელოდება, რომ ფასები გაიზრდება, ის დაიწყებს შესაბამის მოქმედებებს, ბიზნესი დააწესებს უფრო მაღალ ფასებს, მუშაკები მოითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს, მომხმარებლები მოისურვებენ დროულად შეძენას და ამით ინფლაცია თვითგან მტკიცდება. ამიტომ ცენტრალური ბანკები დიდ ყურადღებას უთმობენ კომუნიკაციას, ეგრეთ წოდებულ ფორვარდ გაიდენს, ანუ ნაადრევ რეაგირებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი წინასწარ აცხადებენ თავიანთ პოლიტიკურ განზრახვებს, მაგალითად, მომუმატებთ განაკვეთებს თუ ინფლაცია გაიზრდება ამ ნიშნულზე. ასეთი კომუნიკაცია აყალიბებს ბაზრის მოლოდინებს და ამცირებს არასტაბილურობას. თუ საზოგადოებას ჯერა, რომ ცენტრალური ბანკი დამოკიდებელია და თავისი პოლიტიკით ინფლაციის კონტროლს მოახერხებს, მაშინ თვითონ ინფლაციის მოლოდინები რჩება სტაბილურად და ეს ხელს უწყობს ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას. ინფლაციის მართვის რეალური გამოწვევები. სავალუტო და ფისკალური პოლიტიკის სინქრონიზაცია ხშირად რთულია. ცენტრალური ბანკი შეიძლება ცდილობდეს ეკონომიკის გაგრილებას, ხოლო მთავრობა აგრძელებდეს სტიმულირებას. ამიტომ წარმატებული ინფლაციის კონტროლი საჭიროებს ინსტიტუციური კოორდინაციისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. გადაანისა ინფლაციის კონტროლის ზომები ხშირად ახდენს გავლენას სხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე, უმუშევრობაზე, ინვესტიციებზე, სოციალურ სტაბილურობაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა და ცენტრალურმა ბანკებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილებები და იცვან წონასწორობა დაბალ ინფლაციასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის. დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, ინფლაციის კონტროლი არ არის ერთჯერადი მოქმედება. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მოითხოვს მკაცრ ანალიზს, სიფრთხილეს და სანდო ინსტიტუტებს. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რაც როგორც ვნახეთ, საფუძველია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. 9. ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოში. ინფლაცია გლობალიზაციის, პანდემიის, ენერგეტიკული კრიზისებისა და ციფრული ვალუტების პირობებში. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ინფლაციის ბუნება და მექანიზმების სწრაფად იცვლება. თუ წარსულში ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზები იყო ფულის მასისა და ან მოთხოვნა მიწოდების კლასიკური დისბალანსი, ახლა მასზე გავლენას ახდენს უფრო რთული გლობალური ფაქტორები, გლობალიზაცია, პანდემია, ენერგეტიკული კრიზისები და ციფრული ვალუტები. მოდით თითოეული მათგანი ცალკე განვიხილოთ და ვნახოთ, როგორც ცვლის ისინი ინფლაციის პროცესს დღეს. გლობალიზაცია და ინფლაცია. გლობალიზაციამ შეამცირა საქონლის ფასები მრავალი წლის განმავლობაში. წარმოება გადავიდა იაპ ქვეყნებში, რაც ითარგმნა როგორც დაბალი ფასები განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში მომხმარებლები სარგებლობდნენ ჩინეთში, ვიეტნამში ან ინდოეთში წარმოებული იაპის საქონლით. მაგრამ გლობალიზაცია ქმნის ინფლაციის გავრცელების ახალ არხებსაც. თუ ადრე ინფლაცია მეტწილად ლოკალური იყო, ახლა ის შეიძლება ერთ ქვეყანას შორეული მეორე ქვეყნიდან გადაედოს. მაგალითად,
თუ ჩინეთში ან თაივანში წარმოება ირღვევა, ამის გავლენა გვაქვს დასავლეთის საცალო ფასებზე. პანდემიის პერიოდში ეს ეფექტი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვები დაიშალა, წარმოება შეფერხდა, ლოგისტიკა გაძვირდა და შედეგად ბევრ ქვეყანაში გაჩნდა პროდუქტის დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა. პანდემია და ინფლაცია. COVID-19 პანდემია იყო უდიდესი ეკონომიკური შოკი ბოლო ათწლეულებში. მისი გავლენა ინფლაციაზე იყო მრავალმხრივი. პირველ რიგში მიწოდების მხარეს, ევრის აწარმო დაიხურა ან ზოგადად შემცირდა წარმოება. ასევე დაირღვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, საკონტეინერო გადაზიდვები, პორტების ფუნქციონირება და ტრანსპორტირება. როდესაც პროდუქტი აღარ აღწევს მომხმარებლამდე, მისი ფასი იმატებს, თუნდაც მოთხოვნა არ იზრდებოდეს. მეორე მხრივ, მოთხოვნის მხარეს, ევრი მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის სტიმულირებას უზარმაზარი ფისკალური პაკეტებით, მათ შორის პირდაპირი ფულადი გადახდებით მოქალაქეებისთვის. შედეგად, მომხმარებლებს მეტი ფული ჰქონდათ ხელში იმ დროს, როცა პროდუქტი ნაკლები იყო. ეს კლასიკური სცენარია ინფლაციისთვის. ეს სიტუაცია ქმნის ეგრეთ წოდებულ სტაგფლაციურ გარემოს, დაბალი ზრდა და მაღალი ინფლაცია ერთდროულად, რაც მტკივნეულად განიცდება პოლიტიკის შემქმნელებისთვის. ენერგეტიკული კრიზისები და ფასების ზრდა. ენერგეტიკა არის ეკონომიკის ხერხემალი, ყველაფერი რაც იწარმოება, მოძრაობს ან იწმინდება, მოითხოვს ენერგიას. ამიტომაც ენერგორესურსების ფასები პირდაპირ მოქმედებს ზოგად ფასებზე. 2021-2023 წლებში მსოფლიოში შეარყია ენერგეტიკულმა შოკმა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ნაწილობრივ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სანქციების შედეგად, ნაწილობრივ გლობალური მოთხოვნის სწრაფი აღდგენის გამო პანდემიის შემდეგ. ენერგეტიკული ინფლაცია ძალიან ბოროტია, რადგან ის ერთდროულად ზრდის ხარჯებს წარმოებისთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ტრანსპორტის, გათბობისა და ელექტროენერგიის ხარჯების სახით. როცა საწვავი ძვირდება, ეს ავტომატურად ზრდის ტრანსპორტირებულ პროდუქტების ფასს, კვების პროდუქტებიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული. ციფრული ვალუტები და ინფლაციის ახალ გზაზე გადაყვანა. ბოლო წლებში მხედავთ ციფრული ვალუტების ზრდას, ბიტკოინი, ეთერიუმი და ათასობით სხვა კრიპტოვალუტა, რომლებიც მიზნად ისახავენ ფულის ფუნქციის ალტერნატივად ქცევას. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ინფლაციაზე? პირველ რიგში, კრიპტოვალუტები ქმნიან კონკურენციას ეროვნული ვალუტებისთვის. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ვენესუელაში ან ზიმბაბვეში, ხალხმა დაიწყო ბიტკოინის გამოყენება ადგილობრივი, სწრაფად გაუფასურებული ფულის ნაცვლა. მაგრამ ეს ასევე ქმნის ფულის მიმოქცევისგან ნაწყვეტ ახალ ეკონომიკურ სივრცეს, რომელსაც ცენტრალური ბანკები ვერ აკონტროლებენ. მეორე მხრივ, ციფრული აქტივები მოითხოვენ რეგულირებას, რადგან მათ შეუძლიათ ფინანსური ბაზრების ვოლატილობის გაზრდა, რაც ინფლაციაზე ირიბად ზემოქმედებს. ცენტრალური ბანკები კი რეაგირებენ ციფრული ვალუტის საკუთარ ვერსიებზე, რაც თავის მხრივ ახალ ეპოქას უქმნის ფულად პოლიტიკას. ინფლაციის დაკვირვების ახალი ეპოქა. თანამედროვე ინფლაცია უფრო რთულია გასაზომად, გასაგებად და სამართავად. ის დაკავშირებულია გლობალურ მოვლენებთან, ტექნოლოგიებთან და საზოგადოებრივ ქცევებთან. ცენტრალური ბანკები ცდილობენ იმუშაონ არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ მონაცემებზე, არამედ მოლოდინების მართვაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და ინფორმაციის სწრაფ ანალიზზე. დღეს ინფლაცია აღარ არის მხოლოდ შიდა ეკონომიკური პრობლემა, ის არის გლობალური გამოწვევა, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ პასუხებს, გამჭრიახ ანალიზსა და მოქნილ ინსტიტუტებს. 10. სოციალური ეფექტები და უთანასწორობა. ინფლაციის ზეგავლენა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებზე, უთანასწორობის ზრდა. ახლა განვიხილოთ ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად უგულებელყოფილი ასპექტი, მისი სოციალური შედეგები. ინფლაცია არ მოქმედებს ყველა ადამიანზე ერთნაირად. მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდა მთელი ეკონომიკის მასშტაბით ხდება, მისი ტვირთი სხვადასხვავარად ნაწილდება სოციალურ ჯგუფებზე. ეს ქმნის და ამძაფრებს ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას. პირველი და პირდაპირი გავლენა მოდის ინფლაციის ეფექტზე ფიქსირებული შემოსავლის მქონე პირებზე. ვის გულისხმობთ აქ? პენსიონერებს, საჯარო სექტორის რიგით თანამშრომლებს, სოციალური დახმარების მიმღებებს. ყველა იმ ადამიანს, ვისი შემოსავალიც ფეხს არ უწყობს ინფლაციის დინამიკას. როდესაც ინფლაცია იზრდება, მაგრამ ხელფასი იგივე რჩება რეალური შემოსავალი, ანუ ფულით შესაძლებელი შესყიდვის ზალა, კლებულობს. ამ ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძვირდება, მაგრამ მათი შემოსავალი ვერ ეგუება ამ ცვლილებას. მაგალითად, თუ პენსიონერი ყოველთვიურად იღებს 500 ლარს და ინფლაცია 10%-ია, ეს ნიშნავს, რომ იმავე თანხით შეუძლია 10%-ით ნაკლების ყიდვა, ანუ მისი ცხოვრების დონე პირდაპირ ეცემა. ამავე დროს ინფლაცია აზიანებს დანაზობებს. ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში აგროვებდნენ ფულს მომავლისთვის, განათლებისთვის, პენსიისთვის, ჯანმრთელობისთვის, უცბად აღმოაჩენენ, რომ მათი დანაზობი აღარ ყოფნის იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იგეგმებოდა.
ეს განსაკუთრებით მტკივნეულია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ვისთვისაც ნებისმიერი დანაზოგი დიდი შრომის შედეგია. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ ინფლაცია არ არის ყოველთვის პრობლემური მაღალშემოსავლიანებისთვის. პირიქით, ისინი ხშირად უკეთ არიან მომზადებული. როგორ? ისინი ფლობენ აქტივებს, უძრავ ქონებას, აქციებს, ბიზნესებს, რომელთა ღირებულება ინფლაციის პირობებში იზრდება. მათ აქვთ ცდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც შეუძლიათ თავიანთი ფულის დაცვა, უცხოური ვალუტა, საინვესტიციო პორტფელები, ფასიანი ქაღალდები. ხშირად აქვთ უკეთესი მოლაპარაკების ძალა ხელფასის კორექტირებისთვის, მაგალითად კორპორაციულ სფეროში. შედეგად ინფლაცია ქმნის პარადოქსს. ის, ვინც უკვე ძლიერი იყო, ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას ან კიდევ გაუმჯობესებას, ხოლო სუსტი კიდევ უფრო მეტად ზარალდება. ინფლაცია ასევე ზემოქმედებს შრომის ბაზარზე და იწვევს შრომით კონფლიქტებს. როცა ინფლაცია მაღალია, მუშაკები ითხოვენ ხელფასის ინდექსაციას, ანუ მათი ხელფასების შესაბამისობას ფასების ზრდასთან. დამსაქმებლები კი ხშირად პასუხობენ ან მცირე ზრდით ან საერთოდ უორით. ეს ქმნის დაძაბულობას და სოციალური შფოთვის საფუძველს. მორალურად და ფსიქოლოგიურად ძნელია იმის მიღება, რომ მუშაობ და მაინც ღარიბდები. შედეგად ინფლაცია ხშირად ზრდის ეკონომიკურ პოლარიზაციას, სხვადასხვა ფენებს შორის ყალიბდება ანტაგონიზმი. ამას სოციალური შედეგებიც მოსდევს. მოქალაქეები კარგავენ ნდობას ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკურ ელიტასთან ქმნიან დისტანციას, იზრდება პოპულიზმის მოთხოვნა. ეს ზუსტად ის რეალობა იყო, რაც გამოჩნდა 1970-იან წლებში ბევრ დასავლურ ქვეყანაში. როცა სტაგფლაციამ და ინფლაციამ შრომის ბაზარზე შექმნა ქაოსი, ხოლო მოქალაქეთა პროტესტმა განაპირობა პოლიტიკური ცვლილებები. ინფლაციას ასევე აქვს რეგიონული ეფექტიც. ქალაქებში მცხოვრები ადამიანები შეიძლება ადვილად გადაადგილდნენ ბაზრებს შორის და იპოვონ შედარებით იაფი ალტერნატივები. სოფლის მოსახლეობა ხშირად უფრო იზოლირებულია და დამოკიდებულია ადგილობრივ მაღაზიებზე, სადაც ფასების კონტროლი რთულია. ანალოგიურად, მცირე და საშუალო ქალაქებში ხშირად უფრო ძვირია საკვები, ტრანსპორტი და სამედიცინო მომსახურება, რაც ინფლაციის პირობებში განსაკუთრებით მძიმდება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ინფლაციის გავლენა მომავლის გეგმებზე და ბავშვებზე. როცა ოჯახი ვერ აკონტროლებს თავის ხარჯებს და შემოსავალი მუდმივად ჩამორჩება ფასებს, ხშირად იძულებულია შეამციროს ხარჯები განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, კვებაზე, რაც გრძელვადიანად ასუსტებს საზოგადოების პოტენციალს. თომას სოუელი აღნიშნავს, ინფლაცია არღვევს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ მორალურ სტრუქტურასაც. ის იწვევს იმ გრძნობას, რომ შრომა აღარ ფასდება, რომ ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და რომ ძალაუფლება იმარჯვებს. დასასრულს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ინფლაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება. ის არის სოციალური ძალა, რომელიც ცვლის ადამიანთა ქცევას, ზრდის უთანასწორობას და ძირს უთხრის ნდობას მომავალზე. მისი მართვა მხოლოდ ფულის პოლიტიკით ვერ მოხდება, ის მოითხოვს სოციალურ პოლიტიკას, სამართლიან პოლიტიკურ კომუნიკაციას და თანასწორობის დაცვას. 11. მითები ინფლაციის შესახებ. გავრცელებული მცდარი შეხედულებები და მათი ეკონომიკური განმარტება. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ არიქვამენ ადამიანები ინფლაციას და რამდენად ხშირად ეფუძნება ეს აღქმა მითებს, გავრცელებულ, მაგრამ არასწორ წარმოდგენებს. ინფლაცია იმდენად თვალსაჩინო ფენომენია, ფასების მატება, ხელფასის გაუფასურება, პროდუქტების გაძვირება, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრება მის შესახებ. თუმცა ამ მოსაზრებების ნაწილი ეწინააღმდეგება ეკონომიკურ რეალობას. მოდი, ერთად განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მითი და შევეცადოთ მათ ეკონომიკური ახსნა მივცეთ. პირველი მითი, ინფლაცია ყოველთვის ცუდია. მამალ ადამიანს გონია, რომ ინფლაცია ყოველთვის უნდა შეაჩერონ, რომ ის აბსოლუტურად უარყოფითია. მაგრამ სინამდვილეში, ეკონომისტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ზომიერი ინფლაცია დაახლოებით 2% წელიწადში სასარგებლოც კია. რატომ? ზომიერი ინფლაცია ხელს უწყობს ეკონომიკის მოქნილობას. მაგალითად, თუ ხელფასების რეალური შემცირება აუცილებელია ეკონომიკური შოკის გამო, ინფლაცია საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს არ შეამცირონ ნომინალური ხელფასები, არამედ უბრალოდ გაუშვან ისინი ინფლაციის მიღმა. ეს ქმნის ნაკლებად მტკივნეულ გარდამავალ პერიოდს. ასევე ინფლაცია უბიძგებს ფულს ეკონომიკაში ტრიალისკენ, როდესაც ადამიანები ელიან ფასების ზრდას, ისინი ნაკლებად მიდრეკილნი არიან ფულის დაზოგვისკენ და მეტად ხარჯავენ ან აბანდებენ, რაც ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ ინფლაციის არარსებობა ან დეფლაცია, ფასების მარდნა, ხშირად კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა. დეფლაციის პირობებში მომხმარებლები და ბიზნესი აჭიანურებენ ხარჯვას, ისინი ელიან, რომ ფასები უფრო დაეცემა. შედეგად, მოთხოვნა მცირდება, წარმოება ფერხდება, უუშევრობა იზრდება. მეორე მითი, ინფლაცია ნიშნავს მხოლოდ ფასების ზრდას. ინფლაცია ნამდვილად ფასების ზრდას ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მთლიანად ეკონომიკაში. ეს ნიშნავს, რომ ერთი ან ორი საქონლის გაძვილება, მაგალითად ბენზინი ან პური, არ ნიშნავს ინფლაციას.
ეს შეიძლება იყოს სპეციფიკური ბაზრის დეფიციტის ამ გარე ფაქტორების შედეგი. ეკონომისტები ინფლაციას ზომავენ მომხმარებელთა კალათის საშუალო ფასის ცვლილებით, მომხმარებლის ფასების ინდექსი, რაც აერთიანებს ასეულობით პროდუქტს და სერვისს. ეს ზუსტად იმისთვის კეთდება, რომ ერთეული ფასის ცვლილებამ არ შეცვალოს მთელი სურათი. მაგალითად, თუ ერთ წელს ავოკადო ძვირდება 30%-ით, ეს არ ნიშნავს, რომ მთელ ეკონომიკაში ინფლაცია გვაქვს. შესაძლოა ამავდროულად სხვა პროდუქტები იაფდება, რაც აბალანსებს საერთო ეფექტს. მესამე მითი, ინფლაცია გამოწვეულია ბიზნესების სიხარბით. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პოლიტიკურად მომხიბლავი მითია. თითქოს ინფლაცია განპირობებულია იმით, რომ კომპანიები იყენებენ შესაძლებლობას და ამატებენ ფასებს მოგების გაზრდის მიზნით. რეალურად კი ფასების ზრდას ბიზნესები ხშირად მიმართავენ მათივე ხარჯების ზადის გამო, ენერგია, შრომა, ნედლეული. როდესაც ეს კომპონენტები ძვირდება, კომპანიები ცდილობენ გადმოიტანონ ეს ხარჯი მომხმარებელზე. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია, კომპანიები ვერ ამატებენ ფასებს მხოლოდ სიხარბის გამო, მათ მოუწევთ ფასების შეჯერება ბაზარის მოთხოვნასთან. თუ ფასები მეტად გაძვირდება, ისინი დაკარგავენ მომხმარებელს. შეიძლება მართლაც არსებობდეს არაკეთილსინდისიერი შემთხვევები, მაგალითად მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მაგრამ ინფლაციის საერთო ტენდენცია ძირითადად მაკროეკონომიკურია და არა ინდივიდუალური მოთამაშეების ქცევის შედეგი. მეოთხე მითი, ცენტრალური ბანკები ბეჭდავენ თულს და იწვევენ ინფლაციას. მონეტარული პოლიტიკა მართლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციაში. ფულის მასის სწრაფი ზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკა არ იზრდება, ხშირად იწვევს ინფლაციას. მაგრამ ფულის ბეჭდვა თავისთავად არ ნიშნავს ინფლაციას. მაგალითად, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო ბიურომ დაიწყო ეგრეთ წოდებული რაოდენობრივი შერბილება, რომლის ფარგლებშიც ფულის მასა გაიზარდა. თუმცა ინფლაცია თითქმის არ დაფიქსირდა. რატო? იმიტომ რომ ფული არ შევიდა ფართო მოხმარებაში, ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეინარჩუნეს ლიკვიდურობა. ფული არ გადავიდა ჩვეულებრივ მომხმარებელზე, არ იმოქმედა მოთხოვნაზე და შესაბამისად არ გამოიწვია ინფლაცია. ეს გვასწავლის, რომ ინფლაცია კომპლექსურია, ფულის რაოდენობა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ინფლაციისთვის. მნიშვნელოვანია ფულის ცირკულაცია, მოლოდინები და რეალური ეკონომიკური აქტივობა. მეხუთე მითი, ინფლაცია უბრალოდ ხდება, მასზე გავლენა არ გვაქვს. ბევრს სჯერა, რომ ინფლაცია ბუნებრივი მოვლენაა, თითქოს გარეთ ძალის ქმედება, რომელიც უბრალოდ უნდა ავიტანოთ. მაგრამ სინამდვილეში ინფლაცია არის მმართველი ინსტიტუტების, პოლიტიკის და კოლექტიური ქცევის შედეგი. თუ მოქალაქეები ნდობას უცხადებენ ცენტრალურ ბანკს, მთავრობას და ფულად სისტემას, თუ ამ სისტემებს აქვთ სანდოობა, გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა, ინფლაცია რჩება სტაბილურად დაბალ დონეზე. როცა ეს ნდობა ირღვევა, ინფლაცია იწყება. ამიტომ, მოქალაქეების მონაწილეობა, ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აქტიური ჩართულობა და მოთხოვნა გამჭვირვალობაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ინფლაციის მართვაში. მითების დანგრევა გვჭირდება, რათა დავინახოთ ინფლაციის რეალური ბუნება. ინფლაცია არ არის დემონი, მაგრამ არც უვნებელია. ის უნდა იყოს გააზრებული, გაზომილი და მართული ცოდნის, დისკუსიის და პოლიტიკის მეშვეობით. ეკონომიკის სწავლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ მითების გადააზრებაა. რადგან იქ, სადაც ეკონომიკური ლოგიკა არ მოქმედებს, სრულწმენა ყვავის და ეს საბოლოოდ საზოგადოებას უფრო ძვირად უჯდება, ვიდრე თავად ინფლაცია. 12. დასკვნა და დისკუსია. დასკვნა და დისკუსია, ინფლაციის კომპლექსურობა, პოლიტიკის მნიშვნელობა. ინფლაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ის წარმოადგენს კომპლექსურ ფენომენს, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე. მისი მართვა მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, ეფექტურ პოლიტიკას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. ამ ლექციაში განვიხილავთ ინფლაციის კომპლექსურ ბუნებას და პოლიტიკის როლს მის მართვაში. ინფლაციის კომპლექსურობა. ინფლაცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მოთხოვნის ზადით, მიწოდების შეფერხებით, ფისკალური დისბალანსით ან გარე ეკონომიკური შოკებით. მაგალითად, პანდემიის პერიოდში გლობალური მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ და ენერგორესურსების ფასების ზრდამ ინფლაციის ტემპის მატება გამოიწვია ბევრ ქვეყანაში. გარდა ამისა, ინფლაცია გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე განსხვავებულად. ფიქსირებული შემოსავლის მქონე პირები, როგორიცაა პენსიონერები, უფრო მეტად ზარალდებიან, რადგან მათი შემოსავალი ვერ ერგება ფასების ზადას. ამავე დროს, აქტივების მფლობელები, როგორიცაა უძრავი ქონება ან აქციები, შესაძლოა სარგებელს იღებდნენ ინფლაციის პირობებში. პოლიტიკის მნიშვნელობა ინფლაციის მართვაში. ინფლაციის კონტროლი მოითხოვს კოორდინირებულ პოლიტიკას.
მონეტარულ პოლიტიკაში ცენტრალური ბანკები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, იყენებენ ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეთი, ფულის მასის რეგულირება და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა შეამცირონ ინფლაციური წნეხი. ფისკალურ პოლიტიკაში მთავრობის ხარჯების და გადასახადების მართვა ასევე მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის დისბალანსი ან გადაჭარბებული ხარჯები შეიძლება ინფლაციის ზრდის მიზეზი გახდეს. მოლოდინების მართვის კუთხით საზოგადოებრივი მოლოდინების მართვა კრიტიკულია. თუ ადამიანები ელიან ფასების ზრდას, მათ შეიძლება წინასწარ დაიწყოს შესყიდვები, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ინფლაციას. მოწოდება აქტიური მოქალაქეობრივი ჩართულობისკენ. ინფლაციის მართვა მხოლოდ მთავრობისა და ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობა არ არის. საზოგადოებასაც აქვს მნიშვნელოვანი როლი. ფინანსური განათლების კუთხით მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედებს ინფლაცია მათ ფინანსებზე და როგორ დაიცვან თავიანთი შემოსავალი. აქტიური მონაწილეობის მხრივ საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, ბიუჯეტის განხილვაში და ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვანია. ახლა საზოგადოებრივ კონტროლზეც ვთქვათ, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კრიტიკულია ინფორმაციის გავრცელებაში და პოლიტიკის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. ინფლაცია არის კომპლექსური და მრავალმხრივი ფენომენი, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ პოლიტიკას, საზოგადოების ჩართულობას და მუდმივ მონიტორინგს. მრავალი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტური მონეტარული პოლიტიკით და საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ინფლაციის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება. თუმცა, გლობალური ეკონომიკური შოკები და შიდა გამოწვევები მუდმივად მოითხოვს ადაპტაციას და პროაქტიულ მიდგომას. ლექციაში წარმოდგენილი მასალის მომზადების პროცესში გამოყენებულია თომას სოუელის, მიურეი როტბარდის, ჰენრი ჰაზლიტის, ჯონ ქუიგინის, კარლ მენგერის, ალფრედ მარშალისა და დევიდ ბოილის კლასიკური სახელმძღვანელოები.